ძალიან ბევრი ტრანზიტული რუკის მიხედვით ცდილობს დასვას კითხვა, თუ მოხდება რაიმე კონკრეტული მნიშვნელოვანი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. მაგალითად, ტრანზიტულ რუკას დებენ და კითხულობენ, მექნება თუ არა დაწინაურება, დაქორწინები თუ არა ამ დღეს და რეალურად ტრანზიტებში ეს კონკრეტული მოვლენები არ ჩანს. არსებობს პროგნოზირების იერარქია, არის პროგრესია, დირექცია და არის ტრანზიტი. ეს ორი მეთოდი ძალიან განსხვავდება, იმიტომ რომ ერთი მეთოდი ანახებს მხოლოდ მნიშვნელოვან მოვლენებს, პერიოდებს, როდესაც მოხდება მნიშვნელოვანი მოვლენა. ტრანზიტები ანახებს ყოველდღიურ მოვლენებს, რაც ყოველდღიურობაში ხდება. ანუ მნიშვნელოვან მოვლენას ტრანზიტებში ვერ ვნახავთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის საჭირო გარემო ტრანზიტებში შეიძლება ყოველდღე იყოს ლამის. ანუ როდესაც საქმე ეხება ქორწინებას მაგალითად ან ახალ სამსახურს, უამრავი დღე იქნება თქვენს ტრანზიტებში, როდესაც კარგი დღე არის ქორწინებისთვის, კარგი დღე არის სამსახურის დასაწყებად თუნდაც არ არის დამოკიდებული ტრანზიტულ რუკაზე. ტრანზიტული რუკა გვაძლევს უბრალოდ რეალიზაციის დღეს, კონკრეტულად როდის შეიძლება მოხდეს ეს მოვლენები, თუ პერიოდში არის შანსი რომ მოხდეს კონკრეტული მნიშვნელოვანი მოვლენა. თუ არის პერიოდი კარგი, ერთწლიანი, ორთვიანი, რამდენიმე თვიანი პერიოდი, თუ არის კარგი ქორწინებისთვის, ან სამსახურში წინსვლისთვის, იმ პერიოდში, იმ პერიოდის ფარგლებში ტრანზიტულ რუკაში თუ იქნება შესაძლებლობები რომ მოხდეს ეს კონკრეტული მოვლენა, მოხდება რომელიმე ამ დღეს. კონკრეტულად რომელ დღეს მოხდება, ეს უკვე არის თავისუფლება, ადამიანის თავისუფალი ნება. სამსახურში წინსვლა შესაძლებელია მაგალითად ერთი თვის განმავლობაში, თუ ანახებს ამას პროგრესია ან დირექცია. ამ ერთი თვის განმავლობაში ნებისმიერი ტრანზიტული დღე, რომელიც იგივენაირად ადასტურებს, რომ კი ამ დღეს შესაძლებელია, რომ ადამიანის წინსვლა მოხდეს და ამ ერთი თვის განმავლობაში ესეთი დღე არ იქნება ერთი. იქნება რამდენიმე ყოველთვის. ეს უკვე არის დამოკიდებული გარემოზე და დამოკიდებული იმ ადამიანზე კონკრეტულად როდის მოხდება. ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდება ამ ერთი თვის ინტერვალში. მაგრამ კონკრეტულად როდის მოხდება, ამას ტრანზიტი არ ანახებს. როდესაც არის ქორწინება, აქ ცოტა უფრო სხვანაირად არის, იმიტომ რომ თუ არის ქორწინებისთვის წარმატებული ერთი პერიოდი, ამ ერთი პერიოდის განმავლობაში იქნება ტრანზიტული დღე, როდესაც კარგი არის ქორწინება, მაგრამ ქორწინება სჭირდება ორი ადამიანი. შესაბამისად, იმ პარტნიორსაც იგივე პერიოდში პროგრესიაში უნდა უჩანდეს ქორწინება და იმ კონკრეტულ დღესაც უნდა უჩანდეს ქორწინება. ანუ ამ შემთხვევაში ორი ადამიანის პროგნოზი უნდა დაემთხვეს.